დიახ, მოგესალმებით. დღეს ორშაბათია, ჩვეულებრივ 3 ივნისი, საღამოს თერფენის ნახევარზე, როგორც ყოველთვის, გადაცემა მიყავს მე, გიორგი გერმანიძეს, პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს და ერთ-ერთ განყოფილების ხელმძღვანელს. ჩვენ შეგიძლიათ გვისმინოთ ინტერნეტის საშუალებით, ასევე კაბადური ტელევიზიების საშუალებით, რადიოს საშუალებით FM 105-დან 0 და მაქვს ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, როგორც თქვენ უკვე უმეტესობა მიცით, რომ ჩვენი ტელევიზია გავიდა თავისუფალ სიგნალზე, მეტრულ სიგნალზე და საქართველოს ნებისმიერ წერტილში, რამოდენიმე წერტილის გამოკლებით შეგიძლიათ უყუროთ უკვე ჩვეულებრივი ანტენით. ისევე როგორც სხვა დანარჩენი არხებს, როგორც რუსთავი, როგორც იმეც და ასე შემდეგ. და ეს ძალიან მართლაც მოსალოცი საქმეა, მე ამას დიდი ხანია ველოდი, პირველივე დღიდანვე, როდესაც საქართველოში დავბრუნდი და ეს ასე ვთქვათ, ოცნება ახტა ჩვენი და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენს მსმენელს და თუ მაყურებელს. დღეს ჩვენ ყავს საინტერესო სტუმარი, ბატონი გიორგი კაჭარავა, ბატონი გიორგი ახლავთ ცნობილი რეჟისორი, დრამატურგი, მუსიკოსი, მწერალი, ძალიან დიდი გრძელისათაური ასე ვთქვათ, პროდიუსერი და ასე ვთქვათ, ამავდროულად გახლავთ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების, ტურიზმისა და განათლების სამსახურის უფროსი. გახლავთ ბატონი გიორგი. ხელდასახელება ვიზიტკა შეარეთება. და დღეს არის ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ბატონი გიორგი მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ კინოზე, უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ნადგურდებოდა ქართული კულტურა, ქართული კინო, ქართული ხელოვნება ამ წლების განმავლობაში, რა მდგომარეობაშია იგი და რა შეიძლება რომ ეშველოს აი ამ სფეროს. მე არაერთხელ მისაუბრია ამის შესახებ, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს აი საშინელი ბოროტი ძალა ებრძოდა, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ქვია და მიზანმიმართულად ეწყობოდა ხელი მეხუთე კოლონის საშუალებით და ასე შემდეგ და არა მარტო მეხუთე კოლონის საშუალებით, უგუნური ხელისუფლების საშუალებით ყველაფერს ხელი ეშლებოდა ყველაფერ ქართულს და ნადგურდებოდა ყველაფერი ქართული სამწუხაროდ. ეს იქნებოდა თქვათ სულიერება, ჩვენი ზნეობრიობა, იდეოლოგია, ხელოვნება, ქართული კინო თუ ასე შემდეგ. და აი ზუსტად ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს. ბატონო გია, პირველი შეკითხვა, მოდით ვთქვათ ესეთი რაღაცა. რა მოხდა აი ამ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქართულ კინოში და მე იქნებ გითხრათ რა ხდება დღეს და რის გაკეთება შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. რა ხდება და მოხდა უკვე ის, ჩემო გიორგი, რომ აი ტაქსით რომ მოვდიოდი ხოლმე რუსთაველზე და თქვა სადმე ახლო მდებარე ტერიტორიაზე რომ მიდოდა მოსვლა, ტაქსით ვოს ეუნებოდი და აქ და ის გეუნეს აი ყველა მალე სად არის ეს კონკრეტულად ეუნებოდი კინოსახთან. აქ და მოყავდი უკვე იცოდა. აი დღეს რომ მოვდიოდი ტაქსით ვოს ეუნებოდი კინოსახში მივიდოდი. ეგ სად არისო და მე ვთქვი მაკდონალდთან. აი ეს მოხდა, აი ეს რო რეზუმე გავაკეთოთ 30 წლის განმავლობაში, ანუ როგორც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავიგე რას ნიშნავს. თუმცა ძალიან კარგად ხვდები რა არის დამოუკიდებლობა, მაგრამ რანაირი დამოუკიდებლობა გვაქვს ჩვენ და რანაირი დამოუკიდებლობა გვაქვს, ესეც გასარკვევია. მაგრამ ეს პოლიტიკური თემა და არ მინდა გადავუხვევ, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხს ვარ შეკრებილები, ხო? და მოხდა ის, რომ დაწყებული 90-იანი წლებიდან დღემდე ახლა ნელ-ნელა ეს ჩერდება ეს მატარებელი, მაგრამ ხო იცით, რომ აკრიფავს სიჩქარეს, მე ეს სიჩქარა არ ჩერდება მატარებელი. იყო მიზან მიმართული განადგურება ქართული კინოს. ამაზე შემიძლია მე თავიც დავდო, ხელებიც და ყველაფერი დავდო, რო იტყვიან ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ და შემიძლია დავასაბუთო, თუმცა ახლა საბუთების მოკრებას კი არ გულისხმობ. ბევრი მოწმის და ყველანაირი მონაცემების ასე ვთქვათ, გადმოცემით, მე გეტყვით ორიოდე სიტყვით რანაირად მოხდა ეს ამბავი. 91 წლიდან, როდესაც საშინელება დაატყდა საქართველოს, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, საერთოდ როდესაც აირია ქვეყანა, რასაც ქვია, რა თქმა უნდა, იმ წუთას ახლა სახელმწიფოს კი არა, არავის არ ეცალა, როგორც ყოველთვის ხდება, ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან, ხო? და კინომ იმ დროს რა თქმა უნდა იყო უზარმაზარი ქონების მფლობელი ორგანიზაცია,
100-ზე მეტი კინოთეატრი ქონდა მას, აი თუნდაც აქედან და 100-ზე მეტი კინოთეატრის მფლობელი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით და თვითონ ეს ბაზა, დიღმის ბაზა, აღმაშენებლის ბაზა, ჩვენ შეჩეული ვიყავთ პლეხანოვის ბაზას ვეძახთით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო უზარმაზარი ქონება. დღეს ამ ქონებიდან დარჩენილია რუდიმენტები, რომელსაც ეხლა ვცდილობენ როგორმე თავი მოუყარონ, გაარკვიონ. ბატონ მერაბთავაძე გახდა კინოსტუდია, სააქციო საზოგადოება შეჩეული ვარ კინოსტუდია ქართულ ფილმს როცა ამბობდა, სააქციო ქვია თუ რაღაც ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ კინოსტუდია ქართულ ფილმის დირექტორი გახდა ბატონ მერაბთავაძე და ვიცი რომ ეს კაცი დილიდან საღამომდე ფიქრობს როგორმე რანაირად, მაგრამ რა ძნელია რომ ხა ამ აგიდაზე მე გავშალოს უფრო, როცა არანაირი კომპონენტები არ გამაჩნია. ამ დღეში არის ახლა ბატონი მერაბი და მთელი კინოსტუდია. თუმცა კიდე გეუბნებით, მე იმედი მაქვს რომ დღეს უკვე არის ამის წინაპირობები და მადლობა ღმერთს ახლა იყო მაღალ დონეზე საუბარი რომ და პირობებიც იმისა რომ ქართულ კინოს მიხედავენ. მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ რომ რას უნდა მივხედოთ? რა დაგვრჩა? როდესაც და ვინ გამოთქვა ეს ასე ვთქვათ სურვილი თუ პირობა რომ მიხედავენ ქართულ კინოს? ყველაზე მაღალ დონეზე შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრის დონეზე ეს სურვილი არათუ სურვილი არამედ ეს როგორც საუბარში ახსენა ჩვენთან პირად საუბარში მაქვს ეგეთი ახირებაო. უყვარს ესეთი იუმორი გამოთქმა პრემიერ-მინისტრს ახირება რომ აღვადგინო ქართული კინო როგორც იყო. ანუ ეგეთი დიდებით როგორც იყო, იმიტომ რომ ქართული კინოს მიზანმიმართული განადგურება რა ვის საში ჭირდებოდა შეიძლება იკითხო ხო ეხლა შეიძლება ყველაფერი გაიძარცვა, ქარხნები გაიძარცვა, ვიცი და ასე შემდეგ, მაგრამ აი კინო როგორ გაიძარცვა? ან ხო ქონება წაიღეს, შენობა დაანგრიეს, უარესი მთელი მისი სულიერი არსენალი რაც იყო დაწყებული ნეგატივების სამკროში ცეცხლის გაჩენით და დაწყებული ძველ ბაზაზე მთელი ეს კოსტუმების უზარმაზარ ჩვენ ვეძახოდით პავილიონში სადაც იყო ცეცხლის გაჩენი სადაც ბოლოს დაასკვნეს რომ იმით გაჩნდაო რა ქვია მოკლე ჩარტვით გაჩნდაო 5 წელი შუქი არ იყო რანაირად გაჩნდა დენის როგორ გაჩნდა ხანძარი ანუ მიზანმიმართული განადგურება მიდიოდა იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ აი პოლიტიკაზე გვავიწყდება რომ პოლიტიკის ყველაზე დიდი შემადგენელი ნაწილი არის ეკონომიკა ანუ ბიზნესი და საქმოსნობა რა რამ გაყო პოლიტიკა ეკონომიკისგან ჩვენ რო ამოვარდით რუსეთის სეგმენტიდან ეს იყო ძალიან დიდი ინტერესები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. იგივე სომხეთის, იგივე აზერბაიჯანის, იგივე არ ვიცი ახლა კიდე რა ქვეყნების. ახლა ვინც განსაკუთრებით დაიკავა ქართველ საქმოსანთან, ასე ვთქვა, ადგილები მოსკოვში, რუსეთში და მთელი ამბავი. რუსეთის ბაზარზე ხალხი ოცნებობდა და დღესაც ოცნებობს. ჩვენ იქ ვიყავით ლიდერები. და უცებ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ყველაფერი ეს პოლიტიკა მოდის აქედან, ფულიდან მოდის ყველაფერი. მაგრამ ქართული სულიერების მოსპობა, ხო? ეს წამოვიდა უკვე იმიზნით, რომ ქართული თუკი ახლა აი დღესაც ხდება, მე მცხეთაში მაქვს ძალიან დიდი პრობლემები იუნესკოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე ააშენეს ისეთი შენობები, რომ იუნესკომ რო დაინახა იკივლა და თქვა, ამოგიღებთ იუნესკოდანო. ზოგს არ ესმის რას ნიშნავს იუნესკოდან ამოგიღება. ეს ნიშნავს, რომ იმ წიგში, რომ რასაც იუნესკო ბეჭდავს, ხო? იქ აღარ იქნება, იქ რო აღარ იქნება ტურისტთა რაოდენობა ავტომატურ რეჟიმში 80%-მდე მცირდება, იმიტომ რომ ის კაცი რო ფულს საწავიდეს, ანუ იუნესკოს იმით დადის და ძალიან დიდი პროცენტი გაკლდება. და განარიცოდა მე პირდაპირ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ჯგუფიცა ხროვამ განარიცოდა. მე ამ თემას ცოტა უფრო ხმასიმციდან დაუბრუნდები, საიდან ვიცი მაგ ხალხს. ძალიან კარგად იცოდნენ, აი აქ რომ დააყენებდნენ ამას რა, რომ აქედან იუნესკოს ახლა თუ ჩამოხვალ მცხეთაში, ჩვენი ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის პორტრეტი ჩვენ პრეზიდენტს ესე კი დაუკადა ხო, არც ერთი კადრი არ იყო ილია ჭავჭავაძისგან. დავიჯერო 9 წლის მანძილზე ერთხელ მაინც არ გაიარა იმ ციცამურის ძეგლთან. აი როგორ არის დანგრეული, რომ ახლა ჩვენ ავედით, ჩვენი გამგეობა რაღაცა, იმიტომ რომ გვინდა რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ მთელი გამგეობის ბიუჯეტის რო ჩავდოთ, იმ ძეგლს ვერ უშველით ვერაფერს. აი საშინლად ძიმე შრომა, ანუ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა, იმის გაკეთება, ხო? დაავედით ახლა ზევით, იქედა რომ გადმოვიხედეთ და მე რომ წარმოვიდგენ ჩემი თავი რომ მე ვარ იუნესკოს წარმომადგენელი, იმ წუთას ვიტყოდი რომ ან ეს დაანგრიეთ, სვეტის ცხოველი არის დამახინჯებული, დაფარულია ნახევრად იმ შენობებით. აქედან შეხედავ ჯვარი არ ჩანს.
და რაღაცა ის იმ დღეს იმდენი ვიცინები კამერას ვეძებდი, ესე იგი პოლიციის შენობა გააკეთეს ესეთ რაღაცა გაუგებარი ფორმის, რაღაცა ესე მგვალი ფორმის არის. რატომ რომ იქ უკანა მხრიდან ხელოვნური ბალახი დააფინეს, რომ ჯვრიდან არ ჩანს რა შენობაა, თითქოს ბლინდაჟივით არის და ძროხა ვერ მიხვდა რომ ეს ხელოვნური ბალახია და აძვრა გრიჟაზე, საროზე. პოლიციელები დასდებდნენ ჩამოდი ეშინო და ჩაინგრესო კამერას ვეძებდი. კურიოზი თუ კიდე. მაგრამ ეხლა ეს კურიოზი ცოტა ცრემლნარევი კურიოზი, იმიტომ რომ ეხლა დაანგრივა მხელა შენობა. სადა გვაქვს ჩვენ ამდენი თანხები. და ესეთი რაღაცეები, ჩემო გიორგი, არის მილიონი. და ქართულ ცივცეში მოხდა არ ვიცი ეხლა გახსოვს თუ არა კომუნისტები წუთ ერთხელ იყო ესეთი უცნაური მე ვაკვირდებოდი ეხლა რა თქმა უნდა ქალაქში ცხოვრობდი პლაკატებს აკრავდნენ იყო ესეთი გადავაქციოთ თბილისი ბაღნარად რაღაცა ეგეთი სოციალიზმის პლაკატები რა ერთ ჩვენი დღეს რატომაც გააკეთეს ეგეთი პლაკატები რა ენა წახდეს ერი დაეცეს ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ძალიან ესეთია რა ქართული და სულიერია და რაში დაჭირდა საბჭოთა ხელისუფლებასაც ხელს მე სულ შემთხვევით წლების მე როცა მე პირველ ფილმს ვიღებდი 92 წელს ხა არ მინდა სახელდაგვარები იმიტომ რომ არ მაქვს ამის უფლება არ მოუწიეთ იმ ადამიანს ამის უფლებას მაგრამ ჩვენი უშიშროების წარმომადგენლები იყვნენ ჩემთან რაღაცა სხვა ურთიერთობაში და ეს რო უთხარ ესეთ რაღაც ჩვენ გავაკარითო ეგო და რატომ მეთქი მე უთხარ ეხლა ხო უშიშროება იმიტომ უშიშროებაშიც იყვნენ ქართული სულიერების მატარებელი ანუ ჩვენი სახელმწიფოს დაცვა რატო 80-იან წლებში როგორც კი გარდაიცვალა სამსუსტო გარდაიცვლებოდა მე მახსოვს ზუსტად რომელ რიცხვში გარდაიცვალა 26 იანვარს გარდაიცვალა და ძალიან მიხარია რომ მეუღლის დაბადების დღეზე ზუსტად დაიბრუნდა ეს იყო პირდაპირ მტერი ქვეყნისა და შემოიტანეს საქართველოში ის ავანტყოფობა რომელმაც ეხლა ყვავილები გამოისხა არის საყოველთაო ავანტყოფობა ანუ ავლაბარში სადაც ცნობილი ის იყო იქ ბარიგებს რო ეძახი ჩვენ სადაც დადიოდნენ ჩვენი ნარკოშა ბიჭები ბარიგებს ეგეთ დავალება მისცეს რომ შემოეტანათ ეს ფრაზა ანუ რა ხდებოდა შენ მიდიოდა ეუბნებოდი ბეჭო დამალი მინდა რაღაცა ის გვინდა პლანი გვინდა და ეს გეუბნებოდა რომ კონჩილსა რა კონჩილსა სვოი მათ ხო კონჩილსა ქართველმა მე ეს იცის იმა ძალიან კარგად იცოდა რუსეთის შროება ქართველების ფსიქოლოგია ამ წამხედურობით მე თვითონ რომ დაიწყეს რაღაცა თავის მოწონება და დღეს გოგო რა ხდება ქალაქში ბავშვებმა დაკარგეს აბსოლუტურად ტერიტორიული სივრცე დაკარგეს ანუ გინება ჩვეულებრივ გვერდზე შენს გვერდზე მეუღლესთან ბავშვთან ვისთანაც გინდა ბავშვი იტყვის ისეთ უწმატოს სიტყვას და არც ესმის რას აკეთებს ეს არის პირველი ნიშანი იმისა რომ ერი დაეცეს ენა წახდეს კინო თეატრი ლიტერატურა რაც არის ხელოვნების შემადგენელი ნაწილები თუ დაეცა მე გინდა კლონდაიკი აშენე აქა გინდა კაზინოებით გავსე იქნები მასა რომელიც თქლებს ინელებს იძინებს და აი ესეთი მათაც ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ შეგვიძლია დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 2388 ჩვენი ნომერი უცვლელია 2388 ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ Skype-ის საშუალებით ჩვენი Skype-ის მისამართია ობიექტივი ინგლისური ასოებით მე შევახსენებ ჩემ ტექნიკურ გუნდს რომ მონიტორი არ მაჩვენებს არაფერს ჩამქრალია და ამიტომ მე ვერ ხედავ ზარი შემოდის თუ არ შემოდის ან Skype-ით შემოდის თუ ხო ზარია თუ არის ზარის შემოუშვათ მაშინ პირდაპირ ეთერში თუ არის ზარი და ვთხოვ ტექნიკურ განყოფილებას რომ იქნებ მონიტორი ამუშავდეს, იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ ხედავ, ამიტომ გადაცემის დაწყებაც ვერ მივხვდი, როდის დაიწყო გადაცემა. დიდი მადლობა და თუ არის ზარი, იქნებ შემოუშვათ. ალო. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ქალბატონო, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. იცით, მისამეთ ბატონ გიას. ცხეთიდან ვეკავ. გამარჯობათ. გესმით ჩემი? კი, ისაუბრეთ, ქალბატონო. დიახ, ცოტა ხმას აუწიოთ იქნებ. დიახ, ბატონო გია, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სწორია თუ ეგრეთ წოდებული ბუტეიშვილის რესტორანი, როდესაც ქორწილი დაბადების დღე და ასე შემდეგ ხდება, არის გრუხუნი, გრიალი და ეს არის ალბათ კვირაში სამჯერ იმისი ფეიდერბეკების გასვება და კიდე რა სალუტები და გრიალებს ზანზარებს ეს კორპუსები, დინები და რაც თავარია დედათა მონასტერი, სამთავროს მონასტერია იქვე. დიახ, გასაგებია. თუ შეიძლება გამცეთ ამაზე პასუხი. კი, აუცილებლად.
სხვათა შორის ახლა ნუ ეს უკვე ჩემი ასე ვთქვა დღევანდელი ეს არის რეალობა. მე რატო წამოვედი მცხეთაში და ამასაც ცალკე ვიტყვი თუ გვექნება ამის დრო, მაგრამ ეს შეკითხვა უკვე მე მცხეთაში ბევრმა დამისვა, რადგანაც ეს სამსახური თავისთავად კულტურას, ძეგლთა დაცვას დამისვა, ეს ჩემი პირდაპირ მოვალეობაა და პირდაპირ გეტყვით. იმისათვის რომ მე ამაზე სწორი პასუხი გავცე და კომპეტენტური ვიყო ამ რა თქმა უნდა მე ვაპირებ ამ დღეებში, ცოტა ხანში მოწვა, უნდა მოვიწვე კომისია. ჩემს ნებაზე ვერ გადაწყდება და ვერავის ნებაზე უნდა იყოს თუ არა ფეერვერკები იქ რომ სადაც ხდება ეს ამბავი მე უბრალოდ ბევრმა მითხრა ასე მონაზვნებმა მთხოვეს რომ საკითხი დავინტერესდეს აუცილებლად თუ კომისია დაადგენს რომ ეს რეალობაში აზარალებს დაუშვათ იგივე კედლებს ნუ ნებისმიერი ფორმით რამეს აზარალებს თავისთავად მე კომისია გამოიტანს დასკვნას და იმიტომ რომ ხა ჩვენ ერთ ამას უნდა შევეჩვიო და მე შევეჩვიო უკვე იმას რომ ემოციები კარგი რამეა, მაგრამ ყველაზე კარგი არის, როდესაც აკეთებ კანონიერად. კანონიერად აუცილებლად გადაწყდება იმის ფარგლებში არავის ასე ვთქვათ, ავტორიტეტი არ იმუშავებს, იმუშავებს ერთადერთი ავტორიტეტი, რასაც ერქმევა კანონი, როგორც კი კომისია იტყვის, რომ ეს აზიანებს ძეგლს, იქვე გამოიტანს დადგენილებას, რომ შეწყდება ეს გრიალი, როგორც კალბატონმა აღნიშნა. კარგით, ესე იგი, დავუბრუნდეთ ამ თემას, რომ ჩვენ უნდა გავაგებინოთ მოსახლეობას, ბატონო გიორგი, რომ მე ვცდილობ ჩემი გადაცემების საშუალებით, ჩემი ლექციების საშუალებით, რომელსაც ვატარებ ხოლმე ქალაქში, ეხლა ხანს იყო 29 მაისს, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო, სხვა შორის ადგილის არ იყო. ხალხი ფეხზე იდგა საათების განმავლობაში, დიდი მადლობა ამ ხალხს ამ ლექციის დაესწრნენ ჩემს ლექციას, რომ დავანახოთ აი ეს გლობალური სურათი, დიდი სურათი დავანახოთ, რა ხდება ქვეყანაში, გამიგეთ, რა ძალები გვერბძვის და იგივე თქვა ეს კინოს განადგურება, მიზანმიმართული განადგურება ქართული ხელოვნების, რას ემსახურებოდა ეს? რო ქართული სულის სიკვდილს ემსახურებოდა და მკვლელობას და ყველა ჩვენი ზნეობრიობის და ჩვენი ფასეულობების ასე ვთქვათ გადაგვარებას ემსახურებოდა და აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი ალბათ რომ გავაგებინოთ ხელისუფლებასაც სამწუხაროდ ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს ისედაც ხელისუფლებას თუ ჭირდება ამის შეხსენება ის ხელისუფლება ესე იგი არ არის საკმარისად განვითარებული და მას არ ეკუთვნის ხელისუფლებაში ყოფნა მე ეს ემჯერა და სამწუხაროდ აი ეს 25 წლის განმავლობაში ხომ ეს არავის არ ახსოვდა რეალურად და ნუ ფაქტიც ახეზია რომ საქართველოს ბოლო 25 წელი ფაქტობრივად ხელისუფლება არ ყოლია რა მაგას ეს ხელისუფლება არ ქვია იმ ხელისუფლებას როგორიც ვთქვათ საქართველოს ყავდა ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია თქვენ როგორ ფიქრობთ აი რა უნდა გაკეთდეს ბატონო გიორგი რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და გადავარჩინოთ ქართული კინო, ქართული ხელოვნება გადავარჩინოთ და ასე ვთქვათ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, მაგალითად აი დეისაცისნაირი მწერლებით რო ჩაანაცვლეს ის ფასეულობა, რასაც ქართული ფასეულობა ქვია და ამ საშინელი პროპაგანდა მიდის გარყვნილების და უზნეობის და კაცი რომელიც საკუთარ დედასთან დაწოლაზე ფიქრობს და ოცნებობს, აი ესეთი მწერლების წინ წამოწევა და ქართული კინოს დაქცევა, აი არ ვიცი ეს მე კი ვიცი ვის საინტერესოს და ვისაც პოზიცია თვითონ რომელიც არც თქვენი აზრით აი რა უნდა გაკეთდეს არც ახალია იმიტომ რომ ამაზე არა მარტო ჩვენ და აქ და საქართველოში მივხვდით უკვე ფილმებს იღებენ იმის შესახებ როგორ და გამოვიდა ცნობილი რეჟისორები და თქვენს პირდაპირ როგორ იყვნენ კავშირში მორგანებთან იმებთან და რომელიც აღიარეს რომ ეს ადამიანები პირდაპირ მელაპარაკებოდნენ იმაზე რომ ეხლა დავიწყებთ ომს იქ იმას ვიზამთ და რეჟისორი გამოვიდა ცნობილი ეს რუსო გამოვიდა და გადარეული კაცება ეგ გასაგებია იმიტომ რომ ჩვენ ყველაფრის წიგნი მოგცა უფალმა სახარება, ნუ ბიბლია მთლიანად, ხო? და სახარებაში არის ეგეთი ფრაზა, ვერ ემსახურებით ორბატოსო, უფალსა და მამონსა. მამონი ფულია. სოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან შეგნებულად ფულს. და არ არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ შეიძლება ყველა ვიყო თეთრი, ანუ ყველა ვიყო ლურჯი, ანუ რაღაცა ფერების სხვადასხვაობა, ხო? ადამიანთა ერთი ნაწილი პირდაპირ გონივრულად შეგნებით ემსახურება ფულს. მისი ღმერთი არის ფული და არაფერი პრეტენზია იმას არ აქვს იმასთან, რომ შენ ემსახურები თქვა სულიერებას, თუ ემსახურები ეს მოვა. ამიტომ ზოგ ადამიანს პირდაპირ რა გამიზნული რომ გახდეს დემონი. ეს უკვე რელიგიაში გადასული თემა, მაგრამ ეს გინდა არ გინდა ეს ადამიანმა შეიძლება როცა მეკითხებ რა უნდა გაკეთდეს. უნდა გაკეთდეს თავარი, უნდა გამოფხიზდე, უნდა გაახილო თვალი, გაიღვიძო და რომ გაიღვიძებ დაინახავ თურმე გეძინა. მართლა თვალი ღია ქონდა, მაგრამ გეძინა. და გეძინა რას ნიშნავს? იცი რომ არ შეიძლება რაღაცას თავი მოაჭრა
და ის იყო სრულყოფილი. არ შეიძლება რაღაცაზე ილაპარაკოთ, არ ჩახვიდე ფესვში, თავში, ჩვენ ლაპარაკობთ კონკრეტულად, აი ამ შემთხვევაზე, ახლა ეს მოხდა ის LGBT თუ რაღაცა დაარბიეს. არ ლაპარაკობთ, რომ საიდან, ანუ განმარტებითი ინფორმაციები. როდესაც მთავრობაზე ვლაპარაკობ, მე მთავრობის, აი მაგალითად ქალაქის მერის საკითხი. ერთ წელიწადში გადაწყვეტილი მაქვს, თუნდაც ერთი ტუალეტები რამდენი გააკეთა, ვკითხავ. და ამის მიხედვით გეტყვი, ის მერი არის თუ არა. ბრაზილიაში სადაც მე და პარკინგი ელემენტარულად, აი შეიძლება რომ პარკინგი ქალაქში არ არის, შეუძლებელია რომ გააჩერო მანქანა ძალიან ბევრ ადგილებში. დაიხარჯა მილიონობით დოლარი და პარკინგები რამოდენიმე აშენებული იყო, სადაც ხალხმრავალი ადგილია, რომ თუნდაც ფასიანი ყოფილიყო, ანუ ფასო ყოფილიყო უბრალოდ ფიზიკურად მანქანას ვერ გააჩერებდა, სულ გეშინია ჯარი არ გამოგიწერონ და ზარია მე ცალკე პოლიცია კი შემოუშვებთ აუცილებლად და ცალკე პოლიციის გეშინია და ასე შემდეგ ის პოლიციას დაიღალა უკვე ესეთი მუშაობით გაიგე. ლაპარაკები ბათუმიდან კაცი ჩამოდის და უნდა იყიდოს რაღაცა, რომ სადმე გააჩეროს მანქანა. ეს ხო აბსურდია რა. აი მე ჩამოვედი 3 დღე და უნდა ვიყიდო ერთკვირიანი რაღაცა. ბრაზილიაში რო ვახსენო, უზარმაზარი ქვეყანა მსგავსი სისულელი მე არსად არ მინახავს. ის კაცი ფულს იხდის უბრალოდ გაჩერებას პარკინგზე. წინასწარ იყიდოს, მე ახლა ვიხდი 50 ლარს, 25 ლარს 6 თვეში ერთხელ ვაღარ მახსოვს ამდენში, ხო? და შანსი არ არის, სადმე გავაჩერო მანქანა, კაცი არ ადგეს და ხა ადამიანი ხარ რა, ხა კაცი რო გემსახურება უნდა მისცე. ანის დააცესე, ანის, მაგრამ მე ტუალეტი რატო ვახსენე, იცი? აი უბრალოდ ერთ მაგალითს ვიტყვი და ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ხა, ყველას ოცნებაა და რაღაცა, სადაც მე 4 წელიწად ნახევარი გავატარებ. შევატყვი რომ ადამიანები ქუჩაში დემონსტრატიულად შეიძლება სხვა რა შარდავდნენ და ვერ მივხვდი მე რა უბედურება. თურმე ერთ წლიანად გავიღაცა ხალხი სპეციალურად, აი დემონსტრატიულად, იმიტომ რომ ქალაქის მერს ეუბნებიან ტუალეტი გაგვიკეთე ბიჭო. ხო, აბსოლუტურად. და მე ვიღაცებმა რომ დაიჭირეს ისე რა, ატეხეს რამბა პარლამენტის დონეზე და გამოვიდა პრეზიდენტი ლულა იყო, მაშინ პრეზიდენტი თქვა, თუ ჩვენ არა გვაქვს ტუალეტების საშუალება რომ გავაკეთოთ, მაშინ ადამიანმა სადაც უნდა, იმიტომ რომ შენ ის არის. დადიხარ. რას უტოვებ? არჩევანს რას უტოვებ? არაფერს არ არჩევანს რას უტოვებ, რომ ესე იგი ბიოლოგიური მოთხოვნილება. ეს შეიძლება იმას აქვს. ქალაქის მერია და ეს რაც შეეხება გლობალურ საკითხს, მაინც მერიდება ზარი. კი, არა, დაასრულეთ საზრი და არა, მე გავაგრძელებ ამ თემას უფრო გლობალურზე. კი ბატონო, ზარია პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება შემოუშვათ, ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანებით. მისით ბატონო გიორგი. დიახ, გისმენთ ხალბატონო, გისმენთ, ისაუბრეთ. ალო? დიახ, ისაუბრეთ ხალბატონო, გისმენთ, ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, თქვენ მოგმართავთ. მივესალმები ბატონ გიას. ის რომ კინო დახურვაში სხვა რამეს გულისხმობ, ეს რა გასაკვირია. ბავშვებს უბრალოდ ამოუღეს პროგრამიდან გლახის ნაამბობი. ამასაც აღარ სწავლობენ. ლერმონტოვი იციან, ვინ იყო, რა იყო, ან გოგოლი იციან, ვინ იყო, ან პუშკინი თუ იციან, ან გორკი თუ იციან, ან გამსახურდია თუ წაუკითხავთ, ან ივანე ჯავახიშვილი თუ წაუკითხავთ, ან საერთოდ აღარა მაქვს ლაპარაკი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებზე, რასაც ჩვენ დაწაფულები და მშივრებივით ვეტანებოდით დასავლეთ ევროპის ლიტერატურას ძალიან პატარა ბავშვურ ასაკში, მე-6, მე-7, მე-8 კლასებში. მაშინ თუ არ გარვითარდი საშუალო სკოლის ასაკში, მე ვეღარ მიიღებ განათლებას, ეგ ტყუილია. მე ვგულისხმობ მსოფლიო ლიტერატურას, შედევრებს, აი კლასიკოსებს, ბალზაკი ეს, მართალია ბალზაკი ძნელი გასაგებია, მაგრამ მე-9 კლასიდან უკვე შეიძლება რომ კარგად გაიგო, არა უშავს. ხო, ამაზე ლაპარაკს თავი დავანებოთ. ბატონო გიორგი, იცით რა, ძალიან გთხოვთ, რადგან თქვენ იმ დღეს სტუმრად ყავდათ ასტროსოფი, ძალიან ველოდები იმ ადამიანს. ის აუცილებელია. ჩვენ ეს ყოველდღე ლაპარაკი ძალიან დავიღალეთ ამ იმითი სულელური პოლიტიკით. არც ერთი პოლიტიკოსი არ არის. რამდენი სანტიმეტრის გადმოწიეს, გადაწიეს, ეს ჩვენი საქმე არ უნდა იყოს მოსახლეობის. ეს უნდა გაარკვიოს მთავრობამ, სამხედროებმა, გენერლებმა ერთმანეთში და ომის ატეხვის გულისხმობს არღის არ შეიძლება და შევახოცოთ კიდე ცოცხლად დაიმარხოს ბავშვები 2008-ში რომ მოხდა. ამიტომ აგერ ბატონო 100 კილომეტრი და 50 კილომეტრიან წამოსულები სხვა მეზობლები, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს, არიქ არ ეწყინოთო. ხო და
ეხლა მაგას თავი დავანებოთ და ბატონო გიორგი ეხვეწებით რა გააგრძელეთ ის განათლება აი თქვენი საქმე აი თუნდაც ის სოფლიო წესრიგის ირგვლივ იქნებ რაღაცა შევიდეს ცოდვები არიან ეს ჩვენი ახალგაზრდები ბავშვები ამათთან ესენი თით როგორ არიან აი ტუზემცებს მაგონებენ აი რო შევხედავ 16-18 წელს გოგოებს ტუზემცები მგონია იცით აი კინოში რომ ინახია 65 წელმა ქალბატონმა თავისი გამოიყო თითქოს ჩვენ ვიყოთ უცხო პლანეტელები და თვითონ არის რაღაც უცნაურ ფორმაში გალიიდა რო გამოუშვა არა შეზღუდული გონებით საუბარი არ ესმით წინადადება სიტყვების მარაგი არ გააჩნიათ ჯერ უბრალოდ ჟურნალისტები ნახეთ რა ჟურნალისტები ყავს დიდი მადლობა დიდი მადლობა დაგვირეკეთ დიახ აბსოლუტურად გეთანხმებით ქალბატონო თქვენ ხშირად გვირეკავთ ხოლმე და დაiem დიდი მადლობა რომ აქტიურობთ და ხშირად გვირეკავთ თავის შედეგი გამოიღო 65 წელმა ქვეყანაში იდეოლოგია რო არ არსებობდა ქართული იდეოლოგია რო არ არსებობდა და განათლების სისტემა მიზანმიმართულად ინგრეოდა სხვას რას უნდა ველოდოთ არა მარტო განათლების სისტემა არამედ მთელი ქვეყანა მეცნიერება და აბსოლუტურად ნებისმიერი ანუ ექსპერტიზა ქვეყანაში აღარ არსებობს გამიგეთ ნუ ერთეულების გარდა ერთეული ადამიანების გარდა და ეს იყო ზუსტად მიზანი აი ეგრეთ წოდებული დასავლური ძალების ზოგიერთი დასავლური ძალების რასაც სახელმწიფო წესრიგი ქვია რომ ქვის ხანაზე დაეყვანათ ქვეყანა რომ ქვის ხანის ქვეყანა ადვილი სამართავია და ადვილი დასამონებელია ნებისმიერ რამეს შემოახვევთ თავზე თუნდაც იმ აი ეს გეი ალბომებს და ასე შემდეგ რომელიც ეხლა ხანს იგეგმებოდა საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა და თავპირი დაალეწეს იმ ხალხს ვინც ესე იგი ამის ორგანიზებას აკეთებდა მე თვითონ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ მე პროპაგანდის წინააღმდეგ გამოვდივარ ეს აბსოლუტურად ორი სხვა რაღაცაა და ზუსტად აბა გაბედოს ერთი ამერიკის ელჩმა და ნებისმიერმა სხვა დიპლომატმა და საფრანგეთს თან ხალხს მიუთითოს ერთი საინტერესო იქნება ვერ გაბედავენ იმიტომ რომ როგორც ჩემი ამერიკელი პროფესორი იძახოდა ოდესაც ზესახელმწიფო დაუშვებს რამეს გააკეთებს ისეც რომელიც თქვათ ასე თუ ისე მოსაწონი არ არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეს ჯელტენმენის შეცდომა არისო და როდესაც პატარა სახელმწიფო გააკეთებს საქართველოსნაირი ეს საშინელი ტრაგედიაა ეს ადამიანების უფლებების დარღვევა ეს ტერორიზმი ეს უბედურებაა გამიგეთ როდესაც ღარიბი ქვეყნის ბავშვები იღუპებიან ეს ჩვეულებრივი ამბავია გამიგეთ და როდესაც მაღალგანვითარებული სახელმწიფოების ბავშვები იღუპებიან ეს საშინელებაა ეს ტერორიზმი ეს უბედურებაა გამიგეთ აი როგორც ამაში ეს აბსოლუტურად ხირცება საიდან მოდის როგორც თავს დაიჭერ ისე თუ შენ ახლა ყველაფერი როგორც ეს მთავრობა აკეთებდა წინა მთავრობა ხარ ვიცი ეს მთავრობას გაკეთებს იმიტომ რომ ჯერ არსებობს ცოტა რაღაცა 9 წელიწადში და 25 წლის მანძილზე განადგურებულის 6 თვეში გამოსწორება კი არა მე 6 წელიწადში ძალიან გამიკვირდება მაგრამ ну დავაკვირდეთ ხო ახლა მთავრობას უყურებს და ყოველ შემთხვევაში ეს საშინელება მე გამთავისუფლდი ერთი მთავარი პრობლემისაგან მე თვითონ იმისი შეარასოც არ მქონია მაგრამ როცა კაცს ურეკავდა ეს მეუბნა აუ ამას ტელეფონით მეუბნები მე მეწყებოდა კატასტროფა სულიერი კატასტროფა მორალ რას იშავს არ თუნდაც მისმენს მაგრამ შიშის ფაქტორი რო გაჩნდა ესეთი უცებ ქვეყანა რო ესეთი ქვეშაფსია გახდა უცებ ყველა რო რატომღაც ყველა და ვიღაცები მეუბნებიან რომ იცი რა აბა რა მექნა მე მემუქრებოდი და შენ მიგითხრა რომ მე არ მემუქრებოდი და შენ მიგითხრა რომ არ გავბოდი და არ ვიმალებოდა ყველა ბავშვის ქუჩაში გასვლა არ გვეშინოდა ეხლა ალბათ მახსენა რომ რა გასაკვირია კინო გასაკვირია კინო იყო უზარმაზარი ასე ვთქვათ სულიერი ბერკეტი იმისა რასაც ჩვენ ეხლა თქვენ რასაც ამ გადაცემებში აღგებთ აი ამ გლობალიზაციის ოღონდ გლობალიზაციის არა იმ სამყაროს დამეგობრებისა არამედ აი ახალი რასაც ქვია რაც ფულზე დააწერეს დოლარზე დააწერეს ხო იმის წინააღმდეგ კინო იყო ერთ-ერთი ჩვენ ქართული კინოთი სოფლიოს ვეუბნებოდი რომ ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ სოფლიო მაგიარა ეს ადვილი საწმელია ჩვენ ვართ 9 ქვეყანაში შეგვიყვანეს რომელსაც 100 წლის მანძილზე კინოს გადაღება არ შეწყვიტეს 9 ქვეყანაში 9 ქვეყანა სულ სოფლიოში ეს იცი რას ნიშნავს მე მიხარია რომ იმ არაწყვეტაში 90-იან წლებში ერთ-ერთი ჩემი გვარია იმიტომ სამი ფილმი ზედიზედ ის წყვეტა იყო აბსოლუტურად ორი კაცი ვიღებდით მე ანჯიკო და ასე რაღაც რამოდენიმე კაცი იყო გოგა და ხო ვიღაცები და ეს იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი ჩვენ ამით თავს ვიწონებდით და კინოსკოლა დაგვარქვეს ქართული კინოსკოლა
ახლა ისტორია ეს რო გაქრა ამას მოყვა ის რომ ბავშვები ქუჩაში იმიტომ რომ ეხლა როცა ლაპარაკია რომ მომავალ თაობა ესეთია მომავალ თაობა ყოველთვის უკეთესია ჯერ აქედან დავიწყო აუცილებლად ყოველთვის უკეთესია მაშინ წინა სამყარო არ იარსებებდა მაგრამ თვითონ ეს პრობლემა როცა ჩვენ ლაპარაკობთ ეს ხო იცი როგორ ქვეყანა როგორც ხდება სამყარო როგორც ხდება ესეთია ბავშვიც კონფუცი წერდა 25 საუკუნის წინ გაირყונה თაობა პატივცემა დაკარგეს ბავშვებმა ვეღარ იცნო გაუნათლებლები არ არის ეს სულ იქნება მაგრამ არავინ არ თქვას ის რომ პროგრესი არის წარსულში პროგრესი არის მომავალში ეხლა ორი სიტყვით დავამთავრე რა მის თქვა მინდოდა ეხლა 26 მაისს ჩვენ როგორ ძალებით გქონდა ჩავატარეთ ღონისძიება და რაღაცა გავაკეთეთ ცეტაში ხო და კაკო ვაშალომიძე ერთ-ერთი ყველაზე მე უნიკალური მუსიკოსი და ფენომენალური გიტარისტი მეუბნება რომ კონცერტებით რო დავდიოდით თუ საზღვარგარეთო მოხალხი მოდიოდა გვეკითხებოდა ეს ცეკვა ეს გიჟები ვართ ხო ამოიე და ესაო ვინ დაწერა ანუ ვინ შექმნა და მეუბნებოდ ჩვენი არც გვახსოვს და აი ხლა რა საკეთებთ კი აი რა არის გოგო იყო სცენაზე იყო ბურძგლები მაგრამ ესეთი ბიჭები დაფრინავდნენ მაგრამ თანამედროვე ისეთი ღვევა გვაქვს არაფერი არ შექმნილა ეგ ქართული ცეკვის ბოლო ნიმუშები რაც არის ის არის და ეს ახალი რა შექმნილა ჩვენი სიმღერა აუცილებლად იმ სიმღერა განვითარება სიმღერა რაც გახდა ხო გესმის ახლა ისა ჩვენ დათო წირეკიძეს სტუმარი ყავდა ირანიდან და VIP სტუმარი და რაღაც რესტორანში ბოლოს და აწევდი მარაუდღეც ირანელმა დიდი მადლობა გადაეცია მუსიკოსებს რომ ეს ნახევარი საათიო სულ ირანულ სიმღერებს ხედავდნენ აი ჩვენ როგორია ქართული და გიბანი ფიქრობ ტაში მე ჩვენ ქართული იაშა ბობოხიძე ხო გახსოვს მეგობრობდით ბოლო წლები დადიოდა რაც მეუბნებოდი უბედურებაო ეს რაც ქართულ მუსიკაში ხდებაო კაცი ვერხვის ფოთლების ავტორი ფიფკები ცვივა და ფიფკების ავტორი რო უსმენდა ამას ყველაფერს ამბობდა საიდან მოიტანეს ეს და რაღაცები და ქვეყანა რომელიც ესე იგი იუნესკომ ხო არსებობს მატერიალური საოცრებები მსოფლიო საოცრებები ხო არსებობს არამატერიალური საოცრებები მსოფლიო საოცრებები იუნესკომ 2000 წელს თვალსწრები არამატერიალურ საოცრებებში შეიტანა ქართული სიმღერა, პოლიფონიური სიმღერა, ხო, 7 კაცას ხო ზახიან, ხო ამას. და ეს არის აბსოლუტური კოსმოსია გაშვებული ჩვენი. ხო, და პიონერო გაფრინდა, იქ ერთ-ერთი ჩაგრულო თორცდები, და ესეთი ქვეყანა, რომელმაც ესეთი რაღაცები შექმნა, თან პატარა სახელმწიფო, ძალიან პატარა ქვეყანა და პატარა ერმა. არის ქვეყნები, რომლებიც არაფერი მიუწია სოფლიოსთვის, ხო, თავის თავად. ერთადერთი იარაღი, ჩვენ რომ ლაპარაკობ, ბავშვებმა არ იციან, კინო, თეატრი, ეს თუ არ დაიჭირე შენი ლიტერატურა, ყველაფერი თუ შენი ქართული, რაზე შენი სულიერება დგას, ამით თუ არ ებრძოლე ამ იმას, მაშინ მოგერევა. რაენა წახდეს ერი დაეცეს, ყველაფერია ნათქვამი ამას. აბსოლუტურად და ზუსტად აი მაგით იმდენად ესე იგი სულ ვაანალიზებ ამ ბოლო 25 წელს ხო საქართველოში რა დონეზე უვიცი და აბსოლუტურად უსინდისო ხელისუფლება ყავდა ქვეყანას ხო? გათახსირებული ამას ვიზახი აი აბსოლუტურად აი გახრწნილი რომ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვათ ერთ რაღაცას ბევრს ეგონია ასეთ შეკითხვასაც მეუნებიან გიჟები არიან თუ რაებს აკეთებენ არ იყვნენ გიჟები საქმეც ეს მიზანი ძალიან ჭკვიანი ხელისუფლება იყო საქართველოს გასანადგურებლად ეს იყო იდეალური ხელისუფლება ემად ჰქონდა ძალიან კონკრეტული გეგმა და მიზანი მიმართ ისეთი მექანიზმებით მუშაობდნენ რომ ბოლოს უკვე მე ეჭვი შემეპარა ჩვენ ამას მოვერეოდით რომ არ აღმერთის ნება რომ ეს ჩვენი გულარხეინობის გამო სხვათა შორის არა ეს დასავლეთიდან იყო კარნახი ბატონ გიორგი ამათ მაგდენიტუნი მე არ მგონია რომ ქონოდათ რომ ეს შემსრულებლები იყვნენ თვითონაც არ იცოდნენ რას მსახურებოდნენ მე მგონი რეალურად რა სცენაზე უყურებთ მსახიობს ხო ჩვენ ხო არ ვიცით მსახიობის ცხოვრებაში რას წარმოადგენს მაგრამ იმით ვიყურებთ კინოს თეატრს ხო ეს შემსრულებლები იყვნენ ხუთიანებზე ასრულებდნენ შემსრულებლები კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ იცი რა ადვილი ერთ რამესაც ვიტყვი და მე თქვა თუ ზარია აი ერთ რამეს ვიტყვი იცი რა ძნელია დღეს რაღაცის კეთება იმიტომ რომ შენ გინდა კანონის ფარგლებში იმოქმედო და იცი რა ადვილია მართო ქვეყანა როდესაც შენ ბოროტების მომსახური ხარ შენთვის უფლებები აღარ არსებობს ყველა უფლება ხელში გაქვს და როცა კანონით გინდა გააკეთო, ეს გეუნება არა, ეს გეუნება არა ეს და როდესაც მიდიოდ ეუბნა ბეჭო აზე მოდი. ეხლა მიდიხარ და ეხვეწები, მოდი გავაკეთო და მაინც გავაკეთო. ანუ ბოროტებით მართვა უფრო ადვილია ადამიანისთვის. და სიკეთეს არ გული, სიკეთე ხა ნამეტარ გულის ხოლმე, სიკეთე უფლის არის და მაგრამ აი წესიერებით მართვა ძალიან რთულია. რა თქმა უნდა. და ამ პერიოდში ვართ ეხლა ჩვენ როდესაც გვინდა რომ წესიერებით ვმართოთ და 1000 ბორკილი გვანდებს, 1000 მუხრუჭი.
ნუ მემკვიდრეობით გვერგო რაღაცეები წინამთავრობის 25 წელი ხო. ცოტა ხო არ არის, მაგრამ გაკეთებადია მაინც ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. ყველა არა მარტო კინოს მხრივ, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. და უბრალოდ ამას მცოდნე წესიერი პატიოსანი და ეროვნული პატრიოტული ხელისუფლება ჭირდება. რასაც სამწუხაროდ ეს ბოლო 25 წელია ვერ ხედავთ, ნუ ზვიადის და მერაბის გარდა თავისთავად ამას ყოველთვის უსმენ ხოლმე ხაზს. ზარია, ნუ მე მგონი გაითიშა დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში 2388 105 უკაცრავად ჩვენ გადიდხანს გალოდინეთ და მე ალბათ გათიშამ მაყურებელმა ბოდიშურთით ამაზე 2388 105 შეგიძლიათ დაგვირეკოთ Skype-ის საშუალებით ობიექტივი აი ზარია შემოუშვათ პირდაპირ ეთერში ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მე თქვენ სტუმარს მინდა ასეთი ასე გამოვთქვა მის წინაშე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცხეთას მთელი არა მხოლოდ საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი და ქალაქი საერთოდ თავისი ისტორიით როდესაც ჩამოდის სტუმარი ის პირველ რიგში ეცნობა ისტორიულ ძეგლებს და ეცნობა ამ ტერიტორიის ისტორიას რითი პირველ რიგში მუზეუმით ეთნოგრაფიული მუზეუმით რომელიც დაკეტილია უკვე წლებია და როდის იქნება რომ ის გაიხსნება კიდე არავინ არ იცის აი თუ ამაზე თქვენ რაიმე ინფორმაცია გაქვთ ძალიან დიდი მადლობა თუ მოგვახსენებთ და მეორე მე თვითონ მშენებელი ინჟინერი ვარ და როდესაც შევდივარ სვეტიცხოველში ვიდრე გალავანში შევალ აი მარცხენა მხარეს ეს რა აშენდა წვანე რაღაცა შენობები სალათისფერი ეს ბერძნული სტილია რა არის ვერ გაიგებ საიდან მოიტანეს ეს რა გემოვნებით არის აშენებული ეს არაფერი ქართული არ არის იმაში და ძალიან ვისურვებდი რომ თუ კი რაიმეს დაანგრევენ მცხეთაში ეს ხო დიდი უნიკალური შენობა არის პირველ რიგში ეგ არის დასანგრე ეს აბსოლუტურად აი წაშლილი არის მთელი სვეტიცხოვლის ხედი და ის ტერიტორია აი მაგ ერთსართულიანი შენობის გამო მადლობა ყურადღებით მადლობა ქალბატონო ბატონ გიორგი მე როგორც ამ საქმისთვის რო იტყვიან მომართული იმიტომ რომ ჩემი მცხეთაში წასვლა შემთხვევით რა თქმა უნდა არ ყოფილა ერთი საერთოდ შემთხვევით ცოტა ესეც სიტყვა მცხეთელი ვარ იცით რომ რაღაცა ჩემი ორი ქალაქი მე ფოთი და მცხეთა სადაც ვიზრდებოდი ხო და დიდი სიამოვნები დავთანხმდი იმას სოსო ჯაჟგვიანთან ერთად რაღაცა გავიარა ჩვენ და მინდოდა რა ეს მცხეთის შესახებ და ეხლა უკვე ვარ უზარმაზარ პროგრამაში ჩართული რა რომ მცხეთა გამოაცხადოთ ნუ რა თქმა უნდა ეს ინიციატივა სახელმწიფო დონეზე უნდა გაჟღერდეს უნდა შეიქმნას ფონდი და ასე შემდეგ და შემდეგ მაგრამ ეს ახლა 2 თვეა სულ მოსული ვარ და ცოტა ძნელია ჩემთვის ახლა ყველაფერს ერთად თქვა მაგრამ გეგმას ვლაპარაკობთ რა ვეცალობთ ყველაფერი იმიტომ რომ როცა გიყვარს ქალაქი და იცი და იცნობ ქალაქს იცი რა უნდა გააკეთო ერთადერთი ვიცი რომ არ შეიძლება 2300 წლის ქალაქი და მეტი შეიძლება შემოდიოდე და ქვია ფარნავაზის მოედანი და ფარნავაზის მოედანზე არაფერი არ ჩანს არ შეიძლება კარიბჭე არ არსებობდეს ქალაქის ოდესღაც ხო არსებობს შემოსასვლელში იტალიაში რო შედიხარ ყველგან მართლა ის პირველ საუკუნე და ჩვენ წელთაღრიცხვამდე კი არ არის ძეგლები ფსევდო ისტორიული ძეგლების მისადაგება ხდება ფერით იმის ასვეტიცხოველს ირგვლივ რო შემოხედავ კრამიტები რო გადახურეს რა უნდა და გოგა ისა ქვია აქ არ არის სულათი ჩანს სვეტიცხოველს თავის ფერი აქვს რა უნდა და იმ კრამიტის ფერი შეერჩევას რომ ერთ ფონად ამოწითლებულია რა საშინლად ეს არა ამის გარდა იქ რაც ხდება მცხეთაში ის რომ მცხეთაში არის უფლის კვართი ხალხი მიდის ანტიოქიაში იმაში თურქეთში მიდიან მოსალოცად სად მიდიხარ შედალოძე აქეთ ჩამოიყვანე ეს პილიგრიმები აქ უნდა იმიტომ არ იციან იმ პილიგრიმებმა რომ საქართველოში არის ორი უდიდესი სიწმინდე რომელიც ეხებოდა უფალს ეს რა ხამაზე მეტი რა უნდა დაეტოვებინა არტეფაქტებს მუზეუმზეც კი პასუხობ რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს რაც უფალს ეხებოდა ხო თავისთავად გასაგებია ამაზე წმინდა არ შეიძლება კაცობრიობას რამე კონდეს იქ სვეტიცხოველი და მეორე რაც ღვთისმშობელს ეხებოდა ზუგდიდშია ეს ორი აუზარმაზარი რაღაცა გიდევს არავინ აძერახო
ეს რა თქმა უნდა ჩემს იმაში ტურიზმი როცა ვლაპარაკობ, მაგრამ მე ამ ტურიზმიდან უნდა ასე ვთქვათ, ну, ცუდი სიტყვა რეკლამირება, მაგრამ ტურიზმიდან უნდა მოვახდინო ამის პროპაგანდირება სოფლიოს მასშტაბით, უნდა გავაკეთოთ. ამას ფული ჭირდება. ელემენტარულად უნდა გაკეთდეს კლიპი, ვიზუალურია ყველაფერი. ადამიანი 80% აღიქვამს სამყაროს თვალით აღიქვამს. ამიტომ კლიპი უნდა დამზადოს, რატოა სვეტიცხოველი, საიდან აშენდა, როგორ მოხდა რომ ეს სიდონიამდე როგორ მოვიდა, ეს ასევე თავისთავად ღვთისმშობლის ისა. რაც შეეხება მუზეუმს. მუზეუმთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან დიდი პრობლემა ახლა. მუზეუმი თავის დროზე გამოასახლეს ну, შესანიშნავი გარეგნული ფორმის შენობიდან, შიგნით სარემონტო იყო, მაგრამ კაი, ყოველ შემთხვევაში არსებობდა ეგეთ მუზეუმი. გამოასახლეს იმის პირობით, რომ აგიშენებთ ცალკეო და ეს რატომღაც მიყიდეს კომპანიას, ერთ-ერთ წყლის კომპანიას მიყიდეს რაღაც სიმბოლური თანხად, 1 ლარა თუ 1 დოლარად, რაც თავისთავად გასაგებია, რომ ელიტარული კორუფციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამას თავს ვერ დავდებ, ჩვენ ამას აუცილებლად შევკრიბავთ და გადავცემთ, სადაც საჭიროა. ისევე მთელი მუზეუმი რომ უნდა იყოს, ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ არ შეიძლება მუზეუმი არსებობდეს დაუშვათ კინოთეატრის ხარჯი, ანუ კინოთეატრის შენობა შევიდეს, კინოთეატრი გავანადგუროთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა. მუზეუმი რომ აუცილებლად უნდა იყოს, მე მაგის არათუ მომხრე ვარ. მაგის პროპაგანდირებას ვეწევი ხა ყველა ჩემი თანამგუნდელები და მადლობა ღმერთს, გამგეობაში არიან ადამიანები, გამგეობიდან დაწყებული ეს გიორგი წანავარ, ყველასთან არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულია და მეუბნებიან გია ოღონდ რაღაცა კენი. გადასარევი დეპუტატი ყავს იქ რა. და ეს ადამიანები მეუბნებიან ოღონდ რაღაცა თქვით, აქავართ რა, ოღონდ იქ უზარმაზარი სივრცეა თეატრონის. რომელიც შაბათ-კვირის მისასვლელად დაჭირდება თბილისს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენ ამაში თქვა ვერ ჩავეტევით რა. ცხეთა არის მეორე იერუსალიმი, ეს აბსოლუტურად აღიარებული ფაქტია. ცხეთაში არის ისეთი ძეგლები, რომელიც ტურისტმა არც იცის, იმიტომ ვერ ხედავს ზედაზეას, ვერ ხედავს შიომღვიმეს. და გამოდის არ იცის, ანუ ეს უზარმაზარი სამუშაოების ჩასატარებელი, მაგრამ პირდებით ეტეაცას რა. ცხეთა გახდება, ეხლა მე კი არა გიაკაჭრავა კი არ გახდება, თავისთავად გახდება და მთელი ეს ოღონდ იქეთ იყოს მიმართული ეს ყველაფერი, გახდება ის, რაც უნდა იყოს სოფლიო კულტურისთვის. რომ აქ უცებ უნდა აღმოაჩინონ ხელახლა მცხეთა და თქვან, ვა, ეს თუ არც ვიცოდით. ამას ჭირდება გოგა გადაღება, რეკლამირება, გაშვება და თვითონ მოდიან მე ადამიანები ამის სანახავად. მუზეუმი რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვიყენებთ რა, იცი? არმაზის ციხესიმაგრეს ტურისტულ იმაში ვერ ნახავ. ანუ ტურისტები არც იციან რომ შენ ჩვენ სელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ის ნანგრევებზე გიждდებიან ტურისტები. აუღო ნანგრევი ნახო სადმე. ეს შენ არმაზის ციხე. ისინი იმდენი კულტურული ძეგლი და მთელი მცხეთის რაიონის მასშტაბით არის უზარმაზარი რაოდენობა ძეგლების, რომელიც არც არის აღნუსხული. ანუ უნდა მოატარო. მე ტურისტში ვიმუშავე, ხო იცი, რომ პირადად იცი ეს ამბავი, რომ ისე მოხდა რომ ჩემ ცხოვრებაში რომ ბრაზილიაში რაღაც 2 წელი ტურისტში ვიმუშავე. ეხლა როგორ მადგება ეს იცი? მე ზუსტად ვიცი, როგორ მიყავთ ტურისტი, როგორ აინტერესებენ და როგორ ხარჯავს ამ ტურისტი ფულს და თან უხარია. ანუ ეს სისტემა, მაგრამ ამას ერთხელ უნდა, აი კინოზე რო ვთქვი ჩვენ, კინოს ჭირდება ერთი აუცილებლად შეშხაპუნება იმისა რა, აი რაღაცა ვიტამინის რომ გადარჩეს. იმიტომ 25 წელი როცა ძარცვალ, ერთხელ უნდა მიხედო. ის დადგება თვითონ კინო თვითონ მიხედავს თავს. ქართული კულტურა თვითონ მიხედავს, მაგრამ სახელმწიფოს ხელშეწყობა თავიდან რამოდენიმე წელი იყო. რამოდენიმე წელი კი არა, მე საერთოდ მე მუდმივი რაღაცა ბიუჯეტი რო არსებობდა, წლიური მუდმივი ბიუჯეტი არსებობდეს, რომ ერთხელ ხონდა წამოაყენო. მინიმუმი მაინც კონდეს რაღაც. აქციული როცა არის, აქციული გას უნდა წამოაყენო და მე შეიძლება კითხო კიდე რა გჭირსო, ხო? მაგრამ ჯერ აქციულია. ყველაფერი არის წაწოლილი. აბსოლუტურად. საშინე დღეშია ქვეყანა. იქ რაც ხალბატონმა ბრძანა, ის რომ მიდიხარ ეს არც რომია, არც საბერძნეთი არაფერი, ქართული არაფერი არა, ეს არის კიჩი, რასაც ეძახიან ხელოვნებაში. აი აბსოლუტურად ამოვარდნილი. არც იქ ამორფული რაღაცეებია. დანგრევა ცოტა ძნელია, გესმის არ ხდება. და სხვათა შორის დანგრევასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო არის წინააღმდეგ ერთი მიზეზი გამო. ის გეუბნება, ეს შენი რეალობაა, ჩემო კარგო, ეს შენ ააშენე. იმას თავის წლის ისა აქვს. შენ ოდესღაც იყავი ქაჯი რაღაცა ვარსკვლავებს ხატავდი და იმას ნამგალდოუროს ეს უნდა შეინახო. იმიტომ შენ ეს შენ მე მკვიდრ ისტორია. ხო შორს აი ესა სანამ ზარ შემოუშვებთ ერთ დავამატებ CNN-ზე გადიოდა რეკლამა ჩვენი ტურისტული ქვეყნის რეკლამა რომ მიდის ხო იცით CNN-ზე ხომე და 60 წამიანი თუ არ ვსწრები და მე YouTube-ზე ძდებ შეგიძლიათ ნახოთ Summer in Georgia ესე ქვია რომ ზაფხული საქართველოში. იქ ერთხელ მაინც ნახსენები იყო იესო ქრისტეს კვართზე ან კაცო რა კვართი ბანდი ღვთისმშობლის ქალები დარბოდნენ ზღვაზე ეს იყო ანუ ესე იგი ეს საროსკიბოს რეკლამას უფრო გავდა. იყო 1-2 რაღაც მომენტი იყო კადრში მოყვა კადრში ხო რაღაც თვითონ ფაქტი ფიქრეს რომ ეს ვარ ჩავსვათ ეხლა ამეთ
მადანი იქნება და ამ დროს რამხელა რაღაცაა რომ იესოს ქრისტეს ჩვენი ღმერთის ეს წმინდა ნაწილი ფაქტიურად და ღვთისმშობლის წმინდა ნაწილი ესე იგი ორი ამხელა რაღაც არსებობს დიდი არტეფაქტები არ არსებობს სოფლიოში თავისთავად ხო არ ვიცი ერთი არის ის რაშიც უფალი გაახვიეს და რომში არის და მთელი ვატიკანი ამით და იმის ნახვა არის ერთხელ აფენენ წელიწადში შენ აგერ ორი და ნუ ხოშილებ და 60 წამიან რეკლამაში ჩასმულიყო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლებოდა ზარია პირდაპირ ერთ თუ შეიძლება შემოუშვათ ისო ქართულ ხიმში ერთხელ მაინც უნდა გაზღერებულიყო სიტყვა საქართველო დია შეიძლება ალო დია ისმენ მოგესალმებით ბატონო გიორგი ძალიან საინტერესოა ყველა თქვენი გადაცემა დიდი სიამოვნებით გელოდებით ყოველთვის და ძალიან სასიამოვნო სტუმარი ყავთ დიდი მადლობა იცოცხლეთ მე მინდა შევეხო ერთ საკითხს დიდება უფასო 1 ოქტომბერს მთავრობა შეიცვალა ცოტა განზე მიდგნენ 4 შაბათობით და 5 შაბათობით შოუებში კარის მუსიკოსები რომლებიც აი ზუსტად აღმოსავლური ბაიათები და რაღაც კლარნეტები და რა შემოიტანეს ქართულ სიმღერასა და მუსიკაში მაგრამ საშინელება და ძალიან საგანგაშოა ეხლა რესტორნებში და ყველაზე მეტი საგანგაშო რა ეშველება საერთოდ ამას შეკითხვას გისვამთ აი მიწისქვეშა გადასასვლელები როა მეტროებთან სადგურებში სადღაც სტუდიაში ჩაწერილი ეს რაღაც აღმოსავლურ სტილში რაღაც საშინელებებს რო ასმენინებენ ამ ახალგაზრდობას გავლებს გამომვლეს ვინ უნდა მიაქციოს პატივცემულებო ამას ყურადღება ამას ხალხი ხო ისმენს იქნებ სადმე დაისვას ეს საკითხი გაუშვან მოთხოვნა ამ გამყიდველებს მაღაზიებში ჩართონ ქართული რაიმე ნორმალური ან სიმღერა ან სიამოვნო მელოდიები საშინელება გემოვნების ჩამოყალიბება მიდის ქალბატონო ეგრეთ წოდებული გემოვნების გიორგი თქვენ ერთხელ გააზღერეთ მოვისმინე რომ აი არსებობს მულტფილმებში ბავშვებისთვის რაღაცა მე-15 კადრი 25 კადრი დიახ როგორ შეიძლება ეს სად უნდა ვნახოთ ინტერნეტში იქნებ როგორ მივაგნოთ ამას პროფესიონალურად დაუხსნით არა მე შემიძლია Facebook-ზე დამიმეგობრდით თუ არა ხართ უკვე მეგობარი გერმანიძე გიორგი ინგლისური ასოებით გერმანიძე გიორგი და მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია მე შემიძლია მოკლედ გითხრათ ეს 25 კადრი ესე ვთქვათ მულტფილმებში გამოიყენება ვთქვათ ამ გარყვნილების და დასათესად და ვთქვათ ფარული მესიჯის გასაგზავნად ბავშვების ახალგაზრდებისთვის რა და ბავშვებისთვის თავისთავად ეს მარტო ეს 25 კადრი მარტო ბავშვებისთვის არ გამოიყენება ეს საერთოდ არსებობს ესეთი ფენომენი როდესაც უნდა ფარული მესიჯის გზავნილიც გაგზავნა ვთქვათ და მოსახლეობაში შეშვება რაღაც სექსუალური მესიჯები არსებობს აგრესია თავისთავად არსებობს მულტფილმებში და არსებობს სექსუალური მესიჯები ძალიან ბევრი მულტფილმებში რომელიც ემსახურება ზნეობრიობის ბავშვებში ზნეობრიობის ესე იგი განადგურებას და გარყვნილებას ეწევა იმიტომ რომ ზნეობრიო დაცემული ქვეყანა და დაცემული ხალხი ადვილი სამართავია და ასევე ბოროტძალას ეძლევა საშუალება რომ გაიმარჯოს აი იმ ქვეყანაზე და იმ ზუსტად იმ ბოროტძალებს რომლებიც დღეს სოფლიოს ებრძვის რომელსაც ახალი მსოფლიო წესრიგი ქვია იმათ ეძლევათ ასპარეზი რომ შევიდნენ იმ ქვეყანაში და მოახდინონ დამონება იმ სახელმწიფოს აუცილებელი არ არის თქვათ ფიზიკურად ბორკილები დაგადონ არსებობს ფინანსური მონობა და არსებობს სხვა ფორმები მონობის მონობა რა არის მონობა არის რაღაცისადმი ან ვიღაცისადმი აბსოლუტური მორჩილება ბატონო გიორგი თუ შეიძლება უპასუხეთ ალბათ უპასუხე რა გასაგებია რომ დაუშვათ ის ყველაფერი რაც ახლა ხდება ეს არის შედეგები იმ ვაკხანალისა რა რაც განსაკუთრებით მიუხედავად იმისა 25 წელი ეს გრძელდებოდა ხო რაღაცა ფორმებით იმიტომ ხა ჩვენ თუნ დავიწყეთ ეს ომი და ერთმანეთს დავერიეთ რაღაცა ჩვენი უტვინობით ხო საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომი არის უტვინობის გამოხატულება თუ როგორ შეიძლება ძმამ ავტომატი ესროლოს ხო მოდით აი მობილური თუ გეკავს და რა დავახარჯინოთ ბევრი ფული შემოუშვათ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ მობილურით ისაუბრეთ აღარ გაიქშა ჩვენ თუნდაც საგმეს თამაშია რომ ხუთი წუთი დაგვრჩა და შევაჯამოთ ასე ჩვენ საუბარი ეხლა ჩვენ უყურებთ ამას ყველაფერს იმედის თვალით ის აბსოლუტურ სიმართლე ბრძანა ქალბატონო რომ მადლობა ღმერთს რომ 1 ოქტომბერი ეს სასწაულებრივად არავინ არ ელოდა აი ესეთნაირად
ესენიც არ ელოდნენ, მაგრამ ვერ ხვდებიან ერთ რაღაცას რა, რუსთაველი უნდა წაიკითხო მართლა სხვა თუ არაფერი, მაგრამ ახლა რუსთაველი უნდა წაიკითხო, ქართველი უნდა იყო რა, ახლა არ აინტერესებს არა ქართველი, ახლა რუსთაველი კი არა, იმას შედიხარ ქალაქის ახლა მე ცხეთაში მაქვს ამის პრობლემა, აუცილებლად ყველგან დავწერ და მე ბრძანების რაღაც ფორმა ეძლევა. არ უნდა ეწეროს სუვენირს, თუ მაინც უნდა ეწეროს პირველად საჩუქრები და მე დაწერეს სუვენირს, შენინება. აუცილებლად. მე გაძლევს ამის ქვეყანა გაძლევს, მაგრამ წინ არ უნდა ჩემ ლამას დამწერლობას, არ უნდა მიათხაპნო, არ უნდა გადაახტეს და საერთოდ არ დაწერო. მე ბრაზილიაში პასპორტი რო გამომართვა ქალმა და რო გადაფუცლა, მე დახედა ეს რა არისო, მეთქვა, ქართულ დამწერლობას გამახდო. ბრაზილიელმა ქალმა. მეთქვა დაუძახა ხალხს, მოდითო, ნახეო, მხატვრობა აქვს, ნახე რა დამწერლობა აქვს. ეს ბრაზილიელი შტერმა ქალმა. რომელს ამბავს ეკავს 24 საათი. ამან მიაქცია ყურადღება და აი ეგეთ რაღაცებს, რა თქმა უნდა, ეს გასაწმენდია, არა თუ მიწისქვეშა გადასასვლელები, ყველგან ეს კულტურა, მე იმიტომ არის, რომ პირველ რიგში ვიძახი კინოს, რომ ამბობ, ამაში ვიგულისხმევ კინო, იმიტომ კინო არის კრებითი კულტურა. აქ შემოდის მუსიკა, აქ შემოდის მხატვრობა, აქ შემოდის ლიტერატურა, იცი, ოპერატორი, ანუ 1000 კაცის სამუშაო ერთად შემოდის, კინო იმიტომ არის ყველაზე ძლიერი კულტურა. არ ძლიერი კი არა, ყოველ შემთხვევაში ესეთი რა, მასიური, მნიშვნელოვანი. ლენინმაც კითხვა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის კინოა. და კინოში ეს რომ შენ რო სწორად ამას დააყენებ ამ საკითხს, ეს მერე გაწმენდის იმასე კინო, თეატრი. მანქანაა კინო თავის. რა თქმა უნდა, შენ კინოში რო გაქვს მესიჯი, ქართული მესიჯი და ქართული იდეოლოგია რო გაქვს კინოში, ხო? ეს ხო იზრდება, ბავშვი ხო იზრდება იმ კინოზე, ხო? ჩვენ ხო ვიზრდებოდით თქვა ქართული მესიჯი რა. გაზიზებია, ხა სერიალებზე იზრდებიან. მაიტანასოს რო გავაკეთებ, მაიტანასოს რო წარმოგიდე, არავის არ ქონია პრეტენზია იმას რომ მხატვრულ ტილოს ვაკეთებ. ჩვენ ჩაფიქრებული ქონდა სახალხო კომედიის გაკეთება. 85% მოსახლეობისა, რომელიც ახტოვანებული მეუბნებია, რომ ანუ დავალება რაც იყო შევასრულეთ რა, პროფესიონალურად. და აქაური პრესა უნდა გენახა, აი რა ქაჯობა ეს, ქართული იუმორი იყო ქაჯობა. გაჯობა. და ის რაღაცა ანიდა. სამხრეთ ამერიკული სერიალი ეს დონეა ეთყობა. ქართულ სერიალებში ზუსტად აი ქართულ სერიალებში რომელსაც იღებენ, იქაც არ არის ქართული მესიჯი რა, იქაც არ არის ქართული იდეოლოგია, რაღაც აი პატრიოტიზმის სიტყვა, საერთოდ თემა პატრიოტიზმი ვერ ნახავ ვერსად რა, ესეთ რამეს. სხვა შორის მე ხშირად ვხსენებ ხოლმე ამ მომენტს ერთ ქართულ სერიალში, თუ არ ვხსენებ, ჩემი წურის დაკალები თუ რაღაც ის იდიოტობა, რო ისო რა ქვია, გოგო და ბიჭი საუბრობენ და გაიგიო გოგო ეუბნება. გოგონა რო ისო თურმე დიდგორის ბრძოლა ჩვენ მოვიკეთო. ანუ რა ხდება იცი ეს მესიჯია რომ სახუმარო გახდეს ეს თემა, პატრიოტული საკითხი რომ გახდეს ესე თქვათ მოდაში არ იყოს გამიგეთ, აი ეს გოიმობა იყოს გამიგეთ, ესეთი თემა რომ პატრიოტული თემა და რაღაც დიდგორის ბრძოლა და რაღაცა რომელსაც ნახევარი მსოფლიო ელოდებოდა. ეს მithom არაფერია ეს ჩვენთვის გამიგეთ. ამის არცოდნა სირცხვილი არ იყოს გამიგეთ. ეს გახდა ამერიკული კულ გახდეს, მაგარი ხო, მაგარი გახდე, როგორც ეს არ იცი გამიგეთ, ამის არცოდნა. კი, როგორც ჩვენ შაყირობდით ამერიკაში. ამიტომ არის ეს ქართული კინო კიდევ უნდა გაიგოს მოსახლეობამ რომ უნიშნელოვანესია რომ სახელმწიფო მამაზე იზრუნოს რომ ქართული კინო წამოწევს. ეს არის პროპაგანდის მანქანა იქნება, ქართული სულიერების და ქართული კულტურის და ქართული იდეოლოგიის დათესვის მანქანა იქნება. ყველა ცდილობენ რამე დავასრულებ მე ჩემს ასე ვთქვათ, ჩქარაგადის დრო მიუხედავად ხო და დავასრულებ იმით რომ ყველა ცდილობენ საქართველოს ასე ვთქვათ, აი როგორც არის ჩაფიქრებული. იმიტომ რომ ჯერ 8 საუკუნით წინ მიხდა რუსთაველი, მანამდე თვითონ უფალმა ბრძანა და უბრალოდ რაც ღმერთს არ უნდოდის არა საქმე არ იქნების. ეთობა ღმერთი არ გვაძლევს ჩვენ დაძინების საშუალებას. რადგან ჩვენ არც არავის არ მიცემს. უფალი ამას უფლის შეეული ხალხი ალბათ მაგრამ ესე უნდა იყოს, მე ვფიქრობ. რომ ფიზიოლოგიურად გულარხენი არ უნდა იყოს. ხო, ჩვენ საქართველოს ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ გავხდეთ ტიპიური რაღაც ასე ვთქვათ ევროპული ან ამერიკული სახელმწიფო გამიგე. ჩვენ სულიერი სახელმწიფო ვართ, ჩვენ უნდა განვავითარო ჩვენ ეკონომიკა, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ რაც თავარი ჩვენი მისია რაც არის. დიდი მადლობა ბატონო სახელი დავამთავრებინ და ეს აღარა გვახმწუხაროთ აი და შემდეგისთვის შევინახოთ. მე დიდი მადლობა ჩემი Facebook-ის გვერდია გერმანიძე გიორგი დამამატეთ მეგობრებში და შევხვდებით მომავალ ორშაბათს. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.